მოგესალმებით მეგობრებო, ვაგრძელებ საუბარს კვლავ ხელოვნური ინტელექტის შესახებ. ამჟამად მინდა წარმოგიდგინოთ ერთი ნაკლებად ცნობილი ხელსაწყო ხელოვნური ინტელექტის, რა თქმა უნდა, რომელიც შესაძლოა ნაკლებადაა ცნობილი ფართე საზოგადოებისათვის. მოდით გადავიდეთ ვებგვერდზე და გავეცნოთ ამ ინსტრუმენტს. ეს გახლავთ ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყო Skywork.ai. ეს გახლავთ მისამართი. რა თქმა უნდა, ნახეთ ახლა პირველ რიგში ალბათ გაინტერესებთ ფასიანია თუ აქვს თავისუფალი ვერსია ამ ინსტრუმენტს. რა თქმა უნდა, აქვს თავისუფალი ვერსია და საკმაოდ კარგი შესაძლებლობებით. ყოველდღიურად 24 საათში ერთხელ თუ თქვენ შეხვალთ ამ ვებგვერდზე Skywork.ai, ყოველ დღე მოგენიჭებათ 500 კრედიტი. 500 კრედიტი ნამდვილად არ გახლავთ ცოტა, იმიტომ რომ მაქვს ამისი გამოცდილება და 500 კრედიტით შესაძლოა ძალიან საინტერესო რესურსის შექმნა. ახლა რაც შეეხება თვითონ ინსტრუმენტს. ეს გახლავთ სხვადასხვა მიმართულებების ფართე სპექტრის შესაძლებლობების ხელსაწყო, ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყო, სადაც შეგიძლიათ შექმნათ, შეასწოროთ, რედაქტირება მოახდინოთ, ანუ დოკუმენტების, შექმნათ სლაიდები, დაამუშავოთ ყველანაირად სლაიდები, შექმნათ სამუშაო ფურცლები, შექმნათ, ესე იგი, დააწერინოთ კოდიც კი, წარმოიდგინეთ, შექმნათ პოდკასტები და რაც ალბათ ძალიან საინტერესო იქნება YouTube ვიდეოს, ესე იგი, გააკეთოთ ტექსტური თარგმანი ქართულად ნებისმიერი ენიდან, არ აქვს მნიშვნელობა რომელ ენაზე იქნება YouTube ვიდეო, გითარგმნით ტექსტს ქართულად, მოგასწრით ქართულად და ასევე შემოგთავაზებთ ამ ტექსტის და ზოგადად ამ ვიდეოს ანალიზს ქართულად. ვფიქრობ ძალიან საინტერესოა. რა თქმა უნდა, ნახეთ ახლა გთავაზოთ პროგრამა, რომ ფასიანი ვერსია ნახოთ და შეიძინოთ, მაგრამ დამეთანხმებით, როცა გაეცნობით და უშუალოდ იმუშავებთ ამ ხელსაწყოში, რომ 500 კრედიტი ნამდვილად არ არის, თან ყოველდღიურად 24 საათში ერთხელ გთავაზობთ, შეგივსებთ კრედიტებს და რა თქმა უნდა, არ არის ნამდვილად ცოტა. აი ახლა მე რომ შემოვედი აქ, აი 500 კრედიტი უკვე მომენიჭა, თან შეტყობინებას იღებთ, ნახეთ, რომ აი თუ თქვენ მოახდენთ ავტორიზაციას ამ ვებგვერდზე 24 საათში ერთხელ, თქვენ მოგენიჭებათ 500 კრედიტი. კი ბატონო, ახლა როგორ ვახდენთ ავტორიზაციას? ახლა მე აქ ავტორიზებული ვარ, რა თქმა უნდა, მაგრამ ამ შემთხვევაში ნახეთ, აი თუ გამოვალ, გიჩვენებთ როგორ ხდება ეს, ახლა გამოსული ვარ, რა თქმა უნდა, მაგრამ თვითონ უშუალოდ Skywork, აი და აი და თუ კი ესე იგი გამოვალ, როგორ მოვახდენ, ძალიან მარტივად მოვახდენთ მეგობრებო, ვინც პირველად მოხვდებით ამ ინსტრუმენტში, ის ავტომატურად აკეთებს უკვე შემდეგ, მაგრამ ნახეთ, აი ავტომატურად აკეთებს, Gmail-ით შეგიძლიათ ძალიან მარტივად, არ არის არანაირი პრობლემას არ წარმოადგენს. მოკლედ გავეცნოთ ახლა ინსტრუმენტს და ვცადოთ რომელიმე მათგანი. ამ შემთხვევაში ესე იგი, დღევანდელ ვიდეო ინსტრუქციაში მე შემოგთავაზებთ ერთ-ერთ მათგანს, ერთ-ერთ მის შესაძლებლობას, რომელიც უკვე გითხარით YouTube ვიდეოდან ტექსტის, ანუ ვიდეოდან პირდაპირ ტექსტის მოწოდება ქართულ ენაზე არის შესაძლებელი. ასევე ამ ტექსტის და ზოგადად ვიდეოს შინაარსობრივად ანალიზს მოგასწრით კიდევ. ამ შემთხვევაში დღეს ამას შევეხები, ხოლო შემდეგ ინსტრუქციებში, რა თქმა უნდა, განვიხილა უკვე სხვა და ძალიან მრავალფეროვან შესაძლებლობებს. მოდით ვცადოთ ახლა, აი მე მინდა შევარჩიო, რა თქმა უნდა,
მოკლე ვიდეო, რადგან დრო ჭირდება, რაც უფრო მეტად ხანგრძლივია ვიდეო, მით უფრო მეტი დრო დაჭირდება ინსტრუმენტს მის დასამუშავებლად, ტექსტის შესაქმნელად და ასევე ანალიზის გასაკეთებლად. უნდა მოვნიშნოთ ამ შემთხვევაში, როცა ჩვენ გვინდა YouTube ვიდეოდან ტექსტის მიღება, უნდა მოვნიშნოთ აი ეს ღილაკი, დავაწყაპოთ აი ამ ღილაკს და შემდეგ შემოვიტანოთ იმ შერჩეული ვიდეოს ბმული, რომელიც გვჭირდება და რომლის თარგმანიც გვაინტერესებს. ამ შემთხვევაში რაც შეიძლება მოკლე იყოს 5 წუთიანი, აი ეს ვიდეო მოკლედ 1 წუთით. ეხლა ნახეთ, ბმული უნდა ავიღოთ აქედან, აი ბმული. და შემოვიტანოთ, აი აქ ჩავსვათ. ჩაჯდება ეს ბმული. კი ბატონო, და შემდეგ უკვე აი შეგეძლიათ დაწეროთ თქვენი თხოვნა, მინიშნება, ანუ პრომპტი, როგორც ამბობენ, ეგრეთ წოდებული პრომპტი, ანუ მინიშნება რა გვინდა ჩვენ, რას თხოვთ ამ შემთხვევაში. აი პირდაპირ ძალიან მარტივად დავუსვათ, ესე იგი, მარტივად მივცეთ თხოვნა, რაც შეიძლება მოკლე იყოს და მარტივი. ესე იგი, ჩვენ გვინდა ამ შემთხვევაში ამ ვიდეოს ქართული ტექსტი, მოგვაწოდოს ქართული ტექსტი. აი ნახეთ, პირდაპირ ასე დავწერ. უკაცრავად, ქართულად. ქართულად შესანიშნავად შეგეძლიათ იღებს ქართულ ენას, ასე რომ აქაც არავითარი პრობლემა არ არის ენობრივი. მითარგმნე ვიდეოს სრული ტექსტი ქართულად. კი ბატონო, აი ახლა უკვე ჩვენ შეგვიძლია მას გავგზავნოთ ეს თხოვნა, აი დავაწყაპოთ აი ამ ღილაკს და დაველოდოთ. როგორც მოგახსენეთ, დრო ჭირდება, მე ვეცადე რომ ძალიან მოკლე ვიდეო შემერჩია 5 წუთიანი, მაგრამ მაინც ჭირდება დრო და უნდა დაველოდოთ. ველოდებით. აჰა, ნახეთ, თვითონ პირდაპირ გთავაზობთ, რომ ჯერ გაანალიზება მჭირდებაო. ჯერ განვიხილოთ, რომელი ფაილი გაქვთ ცოდნის ბაზაში და მოვიძიოთ ვიდეოს შინაარსი. ცოდნის ბაზაზე შემდგომ გესაუბრებით, თავიდან შეგიძლიათ თქვენ შეიტანოთ ეს ვიდეო. აქეთ არის მარცხენა პანელს მე განვიხილავ შემდეგ და მოგახსენებთ, რას გულისხმობს ცოდნის ბაზაში. შეგიძლიათ რომ ცოდნის ბაზაში შეიტანოთ ეს ბმული ვიდეოსი, ანუ ჩასვათ ეს ვიდეო და შემდეგ იქიდან მიუთითოთ, ესეც შესაძლებელია, რა თქმა უნდა, თუმცა თვითონაც ჩასვავს ავტომატურად, აი ამ ცოდნის ეგრეთ წოდებულ დიახ, აი, ესე იგი თვითონ ჩასვავს თუ არა თქვენ თვითონ მოახერხებს ამის ჩასმას და შემდეგ იქიდან წამოღებას ამ ვიდეოსი. მაგრამ მე ამას გიჩვენებთ აუცილებლად. აი ახლა უკვე ძალიან მალე გაანალიზებს და მოგაწვდის ვიდეოს ანალიზსაც ზოგადად ქართულ ენაზე და რა თქმა უნდა სრულ ტექსტსაც ამ შემთხვევაში. აი ველოდებით. უბრალოდ აღარ მინდა ახლა გადავიდე და წინასწარ გიჩვენოთ ეს მარცხენა პანელზე განლაგებული ინსტრუმენტები და სხვა შესაძლებლობები, რადგან უკვე მივეცით ბრძანება ვიდეოს ტექსტისა და ვიდეოს ანალიზის შესახებ, ველოდებით. მაინც დრო უნდა, რადგან საკმაოდ ისეთი დავალებაა, მაგრამ დამერწმუნეთ, ძალიან კმაყოფილი დარჩებით, როდესაც თქვენ თვითონ მოსინჯავთ და ნახავთ შედეგს
არა აქვს მნიშვნელობა ვიდეო რა ენაზე იქნება, ნებისმიერი ენიდან შეუძლია მას თარგმნა ქართულად. აი, ნახეთ? პირდაპირ გითარგმნით. ეს გახლავთ პირდაპირი ტრანსკრიპტი ვიდეოსი, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ეს დავამუშავებინოთ. აი ნახავთ, ახლა ეს როგორ ხდება. წუთობრივად პირდაპირ ესე იგი პირდაპირი ტრანსკრიპტი გახლავთ ვიდეოსი, მაგრამ შეგვიძლია ეს ჩამოვაყალიბებინოთ ტექსტად. აი ჯერ მოგვაწოდოს ეს. თუმცა რა თქმა უნდა თქვენ თუ გინდათ ვიდეოს თარგმანი ან ესე იგი გაახმოვანოთ ვიდეო ეს ქართული თარგმანით სინქრონულად გააკეთოთ ეს. ამ შემთხვევაში ეს ძალიან კარგია, რა თქმა უნდა. აი სულ ცოტა დარჩა. მაგრამ დამეთანხმებით კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ძალიან საინტერესო შესაძლებლობა გახლავთ. აი, გავდივართ ბოლოში. ну ყველაფერს წერს მოკლედ ვიდეოს ავტორების შესახებ და ასე შემდეგ, ყველაფერს აკეთებს, ყველაფრის თარგმანს აკეთებს. აი ხა ნახეთ, მოგვაწოდა ესე იგი სრული თარგმანი, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ახლა მას მივმართოთ თხოვნით. აი აგერ შეგვიძლია, რომ მოგვაწოდოს ანალიზით ვიდეოს ანალიზი, გაანალიზოს ვიდეო, ან ჯერ ვთხოვოთ, ნახეთ ვთხოვოთ. აი ასე იყოს თუნდაც აი ასე დახვეწე. ვიდეოს ტექსტი. დახვეწე ვიდეოს ტექსტი. აბა, აი მეტი არ გვინდა. შეგიძლიათ შეწყვიტოთ თუ კი არ გინდათ აი აქედან რა თქმა უნდა, მაგრამ აი, ნახეთ, რათა უფრო დახვეწილი და ბუნებრივი ჟღერადობა მივცეო. კი ბატონო, თვითონ ხდება, ერთი მინიშნება უნდა მისცეთ მხოლოდ, თვითონ ხდება რას ვთხოვთ მას და ნახეთ როგორ დახვეწავს ახლა ტექსტს. შეგიძლიათ შემდგომ აი ამ ტექსტზე ტესტიც გააკეთოთ, ტესტით შეადგენოთ, თუ კი საჭიროა ეს რა თქმა უნდა, აი. ну ახლა ამ წუთებს გიწერთ მაინც. აი კიდევ შეგიძლიათ რა თქმა უნდა მისცეთ თხოვნა, ეს თქვენზეა დამოკიდებული, უბრალოდ რომ არ გამიგრძელდეს საუბარი, ამის გამო ვამბობ ამას, რომ თქვენ შეგიძლიათ პირდაპირ მეუთითოთ, რომ არ იყოს გამოყოფილი აი ეს წუთობრივად და იყოს ერთიანი ტექსტი. აი თუ ჩვენ ესე იგი დაუწერთ ამას, ამასაც გააკეთებს აუცილებლად, აი წუთების გარეშე რომ დაუწეროთ, აი თუ გინდათ ვცადოთ რა თქმა უნდა, მაინც რა კი ახლა მხოლოდ აი ამ იმაზე ვამახვილებთ ყურადღებას ამ შესაძლებლობაზე და რა თქმა უნდა გახლავთ ეს შესაძლებელი, ასევე ანალიზი მინდა გავაკეთებინო, აი როგორ ანალიზს მოგცემთ ამ ვიდეოდან გამომდინარე, ძალიან საინტერესოა ეს ფუნქციაც და ამიტომ ესეც მინდა რომ გიჩვენოთ. ახლა ბოლომდე გადის, რა თქმა უნდა, რადგან 5 წუთიანია.
თქვენ შეგიძლიათ თხოვნაში პირდაპირ ჩაწეროთ თავიდანვე ასეთი მინიშნება. გთხოვ უფრო სწორად მომცე, მომაწოდო ამ მოცემული ვიდეოს სრული ტრანსკრიპტი. ესედაც შეგიძლიათ გაუკეთოთ თხოვნა თავიდან, სულ თავიდან. ეს იგივეა ფაქტობრივად და შემდეგ მოახდინოთ უკვე დახვეწა ამ ვიდეოს ტექსტის. აი, ხო, ნახე, კიდევ შეგვიძლია, რა თქმა უნდა, ბევრნაირად გავაკეთებინოთ ამისი. აი, შეგვიძლია უბრალოდ აღარ მინდა ვისარგებლო თქვენ მოთმინებით, ასე ვთქვათ, და გამიგრძელდეს სიტყვა და ეხლა რაც მთავარია, მინდა ვთხოვო, რომ მომაწოდოს, ესე იგი, შექმნას ამ ვიდეოს, გააანალიზოს და მომაწოდოს ტექსტი, ანალიზი. ესე იგი, ნახეთ, აი როგორ დავწეროთ ეხლა მოკლედ და კონკრეტულად და გასაგებად ვთხოვოთ გაანალიზე ვიდეოს ტექსტი. ნუ მაინც დავწეროთ. ნუ ქართულად უკვე ხდება, რომ ქართულად უნდა გააკეთოს, მაგრამ მოდი მაინც დავწეროთ გაანალიზე ვიდეოს ტექსტი ქართულად. აი ასე. ოხ, არა, უშავს მაინც მიხვდება ეს ხო, ნუ აქაც დრო არის საჭირო, მაგრამ დამერწმუნეთ ნამდვილად ღირს დაველოდოთ, რომ თქვენ ნახოთ შედეგი და შემდეგ თქვენ თვითონ როდესაც მოსინჯავთ, ნუ თქვენი გადასაწყვეტი იქნება, აი ნახეთ, როგორ ანალიზს გააკეთებს, ისტორიულ ნარატივს ცალკე ალაგებს, რაც ყველაზე მეტად მომწონს. აი ნახეთ, ძალიან საინტერესო ანალიზს აკეთებს და კიდევ თქვენ თუ ჩაერევით შემდგომ და კიდევ მოსთხოვთ და გამახვილებთ ყურადღებას რომელიმე პუნქტზე ან რა გინდათ რომ წარმოაჩინოს, ამას ყველაფერს აბსოლუტურად გააკეთებს, დამერწმუნეთ. რა არის, აი კრიტიკული შეფასებასაც გაძლევთ. შეზღუდვები, საგანმანათლებლო ღირებულება, რა აი ღირებულება აქვს ამ შემთხვევაში ჩვენთვის საგანმანათლებლო სფეროში, ну, ფაქტობრივად ისტორიისთვის, რა თქმა უნდა, ისტორიის სწავლებაში, როცა ვასწავლით ჩვენ პირველ მსოფლიო ომს, ეხლა მე შემთხვევის პრინციპით შევარჩიე, შემთხვევითობის პრინციპით შევარჩიე ეხლა ეს ვიდეო, მოკლე ყოფილიყო და რაღაც ცოტა ისეთი ინფორმაციული, თორე რა თქმა უნდა, თქვენ შეგიძლიათ მოინძიოთ უკეთესი, მორგებული თქვენი გაკვეთილისათვის, თქვენი კლასისთვის, რომელ კლასში ასწავლით, ეხლა მოგესწრებათ მე-9 კლასშიაც ისწავლება და შემდგომ მე-12 კლასშიაც გააჩნია რომელი კლასისთვის გინდათ ეს და ასე შემდეგ ეს უკვე რა თქმა უნდა თქვენი გადასაწყვეტია. შემდეგ როგორ ვინახავთ, ესე იგი ამ შემთხვევაში როგორ შეგიძლიათ ეხლა ეს არის რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში გაზიარება, მაგრამ მე მაინც გირჩევთ რომ ნახეთ აი ბოლო რომელიც იყო, ესე იგი რომ დავახვეწინეთ ისტორია ერთ კადრში. კი ბატონო, ეს როდესაც მე ვთხოვე დახვეწე ვიდეოს ტექსტი, აი უკვე შემდეგ აი ეს გახლავთ, აი ეს და მონიშნავთ და კოპირებით წამოიღებთ. აი, საიდანაც გვინდა მონიშნავთ, აი ჩვეულებრივ როგორც ვაკეთებთ ხოლმე კოპირებას. ეხლა აქ ანალიზით შევიდა და დასკვნად შევიდა ყველაფერია ფაქტობრივად და როგორც ხდება ხოლმე კოპირება და შემდეგ Word-ის ფაილში, რა თქმა უნდა. აი Word-ის ფაილში ეს ძალიან მარტივია, თუმცა რა თქმა უნდა მაინც გიჩვენებთ მეგობრებო უბრალოდ, ვერ დარწმუნდეთ. აი ასე, ხა თქვენ შეგიძლიათ ისე გააკეთოთ, რომ აი ჩარჩოში არ ჩადდეს მაინც და მაინც ეს. თუ გავაუქმებ ახლა ამას თუმცა და თუ ესე იგი ერთი წუთით ნუ შეგიძლიათ რა თქმა უნდა ეგეც არ არის პრობლემა სხვანაირად მოიღოთ, მაგრამ აი
აი ამას თუ დააწყებთ, უკვე ჩარჩოები აღარ იქნება, რა თქმა უნდა და აქ იქნება ის ყველაფერი, რაც ჩვენ თხოვეთ მას, უნდა გამოყოფილი პუნქტები, აი გამოყოფილი პუნქტები კი მიხვდებით, ამას აღარ არის გამუქებული ამ შემთხვევაში, მაგრამ არა მუშაობს და შემდეგ შეინახოთ, რა თქმა უნდა, ისე როგორც აკეთებთ ხოლმე ამას ყოველთვის, ეს თქვენ ძალიან კარგად იცით, მე არ შევინახავ ამ შემთხვევაში, დაუბრუნდები კვლავ ამ ინსტრუმენტს და შემდეგ ესე იგი აი ნახეთ რესურსებში, აი აქ, აი ანალიზი, რესურსები, აქ თვითონ ჩასვა ამ რესურსებში. და შეგიძლიათ დაამატოთ ამ შემთხვევაში სხვა რესურსები. შეიძლება ეს იყოს ადგილობრივი თქვენი კომპიუტერიდან გამოქვეყნებული ვიდეო და აი ცოდნის ბაზიდან, YouTube-დან შემოტანილი ბმულები და ტექსტები და ასე შემდეგ. ეხლა ეს აი ნახეთ აი შეტანილია ყველა ის ვიდეო, რომელიც მე გამოვიყენე და ვთხოვე მას ვიდეოს დამუშავება, ტექსტის მოწოდება და ასე შემდეგ. აი ეს არის ცოდნის ბაზა, წერან რომ გვეუბნებოდა, რომ ცოდნის ბაზაში ვნახავ. თქვენ თუ არა გაქვთ შეტანილი ცოდნის ბაზაში კონკრეტული ვიდეო ახალი, თვითონ შეაქვს მაინც ავტომატურად ცოდნის ბაზაში ეს და ამატებს თვითონ იმ ვიდეოს. მოკლედ. შემდეგ მე მგონი ნახეთ აი ახალი პროექტის დაწყება, შეგიძლიათ პროექტი, პროექტი რა იგულისხმება, ახლა რაც მე გამოვიყენე, რაც ვთხოვე და ასე შემდეგ. და აი ცოდნის ბაზა, რომელიც ვახსენე უკვე არაერთხელ, აი ცოდნის ბაზა და ნახეთ ახლა ყველა გამოყენებული ვიდეო, რაც მე მქონდა გამოყენებული, რაც რისი დამუშავებაც ვთხოვე, აქ ავტომატურად ჩასვა თვითონ, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ გამოაქვეყნოთ თქვენ თვითონ თავიდანვე, თუნდაც ეს თქვენი კომპიუტერიდან იყოს და თუნდაც აი YouTube-ის ბმული შეიტანოთ და ჩასვათ ეს ვიდეო და ასე შემდეგ. მოკლედ, ნახეთ, დაბრუნდები უკან. დღეს მე მხოლოდ ერთი შესაძლებლობა განვიხილე ამ ინსტრუმენტის. და როგორც დასაწყისში მოგახსენეთ, მას მრავალი სხვა შესაძლებლობა აქვს. ასე რომ, ნახეთ ახლა რამდენი კრედიტი დამეხარჯა აი ამ ვიდეოს დამუშავებაში. დამრჩა 266. ხვალ, ესე იგი 24 საათის შემდეგ, როდესაც მოახდენთ ავტორიზაციას და შეხვალთ აქ აი ამ ვებგვერდზე skywork.ai, ნახეთ, ავტომატურად შეივსება კრედიტები და ყოველ 24 საათში ერთხელ მიიღებთ 500 კრედიტს. აი ამ 260 ფაქტობრივად ნახევარი დამეხარჯა. მე კიდევ შემიძლია ერთი ვიდეო შემოვიტანო და დავამუშაო კიდევ ამ შემთხვევაში. აქ მეტი კრედიტები მიაქვს, მაგრამ სხვა შემთხვევაში, აი დოკუმენტების დამუშავებაში, რედაქტირებაში, შექმნაში, ამდენი კრედიტი არ მიაქვს. სხვათა შორის მინდა გითხრათ. შემდეგ ვიდეო ინსტრუქციებში შემოგთავაზებთ ამ შესანიშნავი ინსტრუმენტის სხვა შესაძლებლობებსაც. თუ გსურთ გაეცნოთ ახალ ვიდეო ინსტრუქციებს, კარგი იქნება თუ გამოიწერთ ჩემს არხს და რა თქმა უნდა გისურვებთ წარმატებებს.